საქართველოს ინფორმაციულ-ტექნოლოგიური ასოციაციის თავმჯდომარე თორნიკე თოხაძე აცხადებდა, რომ თუ ქვეყანაში კრიზისი არ დასრულდება, ამ სფეროში დასაქმებულ ადამიანთა დიდ ნაწილს ქვეყნის დატოვება მოუწევს. კრიზისი არ დასრულებულა, ბიზნესის ნაწილის მხრიდან გუშინ პრემიერთან შეხვედრის შემდეგ კი გაკეთდა განცხადებები, რომ ვითარება მალე გადაიტვირთება, თუმცა ამ გადატვირთვაში რა იგულისხმება არ დაუკონკრეტებიათ, თუმცა ჯერჯერობით მოცემულობა არის სხვაგვარი და რაც არის ვიცით, თორნიკე თოხაძესთან ერთად განვაგრძობთ საუბარს, თორნიკე დილამშვიდობის. მადლობა განსაკუთრებით მოგზაურობისთვის. პირველ რიგში მოცემულობიდან გამომდინარე გუშინ ბიზნეს შეხვედრაც იყო პრემიერთან, შენ რა დასკვნები გამოიტანი ამ შეხვედრიდან? კრიზისი არ დასრულებულა ჯერჯერობით შენი განცხადება ამდენიმე დღის წინანდელი პირადად მე არ ვესწრებოდი შეხვედრას, თუმცა მოусმინე ყურადღებით გავეცანი საერთოდ ყველა თითქმის ყველა კომენტარს და მე მგონია რომ ეს არის კიდევ უფრო დიდი სიგნალი, კიდევ უფრო დიდი გზავნილი იმ საზოგადოების მიმართულებით, ვინც რუსთაველზე თითქმის ერთი თვეა დგას და თავის ლეგიტიმურ პროტესტს გამოხატავს ლეგიტიმური ფორმებით და ამ ადამიანებმა მიიღეს გზავნილი და ბიზნესმაც მიიღო გზავნილი, რომ აქ საერთო პოზიციის შეჯერება იქნება ალბათ საკმაოდ რთული საბოლოო ჯამში, ვინაიდან თვითონ მონაწილეებს შორისაც, როგორც გაირკვა შემდეგ კომენტარებიდან და ასევე კერძო კომუნიკაციიდან იყო აზრთა სხვადასხვაობა და საინტერესო და მნიშვნელოვანი საერთოდ რამდენად შორს არის ახლა ეს პროცესი, ასე ვთქვათ, წასული და რა შედეგებს მოახდენს საბოლოო ჯამში. Klienat am procese. ზოგადად საქართველოს ეკონომიკამ ძალიან ვარ გავშალოთ ორი მიმართულება რაც ყველაზე წამყვანი ეკონომიკაში, საფინანსო და სამშენებლო მიმართულება, რომელსაც ვაჭრობის ნაწილი შეგვიძლია აქ მოიხსენიოთ. IT მიმართულება იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, რომელსაც ჰქონდა ბოლო პერიოდში საკმაოდ დიდი ზრდები, ზრდის ტემპიც შენარჩუნებული იყო ამ შემთხვევაში. რა ხდება დღეს ამ სფეროში, ბევრი ბიზნეს მიმართულება მოვიკითხეთ. და შენი განცხადება, რომ ბევრი წარმომადგენელი ამ სფეროს დატოვებს ქვეყანას, რა საფუძველი აქვს ამ განცხადებას? დიახ. IT სექტორზე რაც შეიძლება ითქვას, ეკონომიკის სხვა სექტორებისგან განსხვავებით, ძირითადი ორიენტირება იყო ექსპორტზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანი არის ქვეყნისთვის და ამას არ ქონდა მხოლოდ სექტორული დატვირთვა, იგივე ლარის დოლართან მიმართებაში კურსის განსაზღვრელი ერთ-ერთი ფაქტორიც იყო $1 მილიარდამდე შემოდინება ეკონომიკაში ექსპორტიდან, IT სერვისების ექსპორტიდან ძირითადად. თუმცა იმის თქმა დღესდღეობით არის რთული, რომ IT-ში აღარ იქნება ზრდა, იმიტომ რომ IT სექტორით განსაზღვრა ეკონომიკის ამ ეტაპზე განსაზღვრა ეკონომიკის მდგომარეობის, ჩემი აზრით, არ იქნება მართებული, ვინაიდან ბევრად უფრო სენსიტიური სექტორები არსებობს და IT სექტორიც, ასე ვთქვათ, მიბმულია სხვადასხვა მდგენელზე ეკონომიკის. ეს ერთ-ერთი არის მაგალითად ტურიზმი, რომელმაც ძალიან სენსიტიურია ტურიზმი და სტუმართ მასპინძლობა ზოგადად. დიახ, ეს სექტორი, რომელმაც უკვე მიიღო დარტყმა, ამას დომინოს ეფექტი ექნება უკვე IT-ზეც, რა თქმა უნდა, მათ შორის უძრავი ქონების სექტორი. მაგრამ ამის გარდა, შიდა ეკონომიკური ფაქტორების გარდა არსებობს სანქციების მოლოდინი, რომელიც უკვე ეს მოლოდინები განსაზღვრავს უკვე იმას, რომ რა იქნება მომავალში. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ IT-ში ძირითადი პროექტები პირველ კვარტალში დაპაუზდება, ანუ შემცირებაც იქნება, რა თქმა უნდა, თუმცა თუ სანქცირება არ მოხდა და საერთაშორისო კომპანიებმა კიდევ გააგრძელეს აი ამ ტემპში მუშაობა, მაინც შენარჩუნდება ზრდა სექტორის, თუმცა რაღაც მიმართულებით, მაგრამ ჩვენს ეკონომიკაზე ის რომ ზრდა შენარჩუნება, ეს არაფრით არ იქნება დადებითი გავლენა, ვინაიდან ისეთ კომპანიებს შეუმცირდებათ შემოსავალი და ისეთ კომპანიებს გაუჭირდებათ, რომელზეც ბევრად უფრო მეტად დგას ეკონომიკა და რომლის მიერ გადახდილი გადასახადებიც ბევრად უფრო მეტად ავსებს ჩვენს ბიუჯეტს, ვიდრე თქვათ ის ექსპორტზე ორიენტირებული ნაწილი, სადაც DGG-განაც გათავისუფლებულია, რომელიც გათავისუფლებულია საშემოსავლო გადასახადისგან და სხვა ფაქტორები არის
კიდევ და თორემ მეორე მხრივ IT სექტორი არის სექტორი, რომელსაც ალბათ ყველაზე მარტივად შეუძლია რელოკაცია მოახდინოს. ანუ უბრალოდ, არ ვიცი, ადამიანები წავიდნენ და სხვა ქვეყნიდან იმუშაონ, ნებისმიერი საქმე აკეთონ, ხო? ადამიანები, რომლებიც მარშიც ვნახეთ, მაგამდე ესე პროტესტში აქტიურად გამოყოფილ, ჩართულები არ ყოფილ. კი ბატონო. ხო და ან ეს რელოკაციის საფრთხე აქედან გამომდინარე ხო არ არის, ამიტომ მეტი. სხვა სექტორებთან შედარებით, ხო, უძრავი ქონების სექტორი არ არის ეგეთი. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ ძალიან თამამად, რომ საქართველოს ICT სექტორი მთლიანად დღეს დგას ისეთ ადამიანებზე, რომელთა ყოფნაც დღეს საქართველოში დიდწილად და უფრო მეტწილად გაპირობებული არის იმით, რომ ამ ადამიანებს უყვართ ეს ქვეყანა და აქ უნდათ გარემოს შეცვლა და აქ უნდათ თავიანთი საქმიანობა და არ უნდათ ქვეყნიდან წასვლა. აი ეს არის შემაკავებელი ფაქტორი, თორემ მათ აქვს ბევრად მიუზიდველი პირობები გარეთ, საზღვარგარეთ და ისინი უკვე მუშაობენ საერთაშორისო კომპანიებთან და მათთვის ძალიან მარტივია, რომ თვითონ ეს კომპანიებიც ძალიან დიდ ხელშეწყობას გაუწევენ, რომ ეს ამ ადამიანების რელოკაცია მოხდეს საზღვარგარეთ, ეს იქნება ამერიკა, ევროპა თუ სხვადასხვა კანადა მაგალითად და ამ მხრივ ეს რისკი არის ძალიან მაღალი და ჩვენ სხვა გადაცემებშიც და ზოგადად ჩვენს კომუნიკაციაში ყოველთვის ვახსენებთ ამას, რომ ეს რისკი ძალიან მაღალია, მაგრამ ამ რისკს აქვს კიდევ თანმიმდევრი ეფექტი. იმ შემთხვევაში თუ მოხდა IT-დან ესე იგი გადინება და რელოკაცია ამის უკან დაბრუნების მაჩვენებელი არის ძალიან განსხვავებული. რელოკაცია შეიძლება მოხდეს 1 წელიწადში, 6 თვეში, მაგრამ ამის უკან დაბრუნება უკვე 1 წლის და 2 წლის საკითხი აღარ არის. აქ უკვე 10 წელზე შეიძლება იყოს საუბარი და ეს იქნება უზარმაზარი ჩავარდნა სამომავლოდ თუ ასეთი რამ მოხდა, მაგრამ ეხლა რასაც უყურებთ სიტუაციას და მე პერსონალურად ძალიან ბევრ ადამიანთან მაქვს პირადი კომუნიკაცია, ასევე კომპანიებთან, რა თქმა უნდა და მე ვისმენ მათგან ზუსტად ამას და ეს მაძლევს საფუძველს რომ ამაზე ვილაპარაკო. რომ ისინი, ასე ვთქვათ, უკვე იყურებიან გარეთ შეიძლება, მაგრამ იმედი და განწყობა არის. მინიმუმ სამოხმეებლო ბაზარს დააკვდება ეს ადამიანები, რომელიც საკმაოდ მაღალ შემოსავლიანები არიან. ამ კუთხითაც მნიშვნელოვანი ამბავია. რა თქმა უნდა. ჩვენ სხვათა შორის პირველ ბლოკში გადაცემისა ჩემი ეთერის ნაწილის ვისაუბრეთ ჯიტას დაფინანსებაზე და შემდეგ, რადგან არასწორი გარკვეული ინფორმაციები გავრცელდა, არ ვიცი, შეიძლება ვიღაცამ არასწორად მიიღოს კიდევაც ეს ინფორმაცია. ჯიტას გარკვეული როლი ჰქონდა, აქვს სტარტაპების IT მიმართულებით განვითარებაში ბაზარზე, თუმცა ჯიტა ამ დაფინანსებას იღებდა კონკრეტული საერთაშორისო ორგანიზაციებისგან, რომელიც ამ ეტაპზე ცოტა შეზღუდული და ხელმიუწვდომელი. ერთი მნიშვნელობა ამ საერთაშორისო დაფინანსების და მეორე ჯიტას როლი ამ პროცესში. ჩემი აზრით მაინც ჩვენ უნდა დავეყრდნოთ იმას სექტორის მოთამაშეები, ძირითადი მოთამაშეები, კომპანიები რა ვის მოლოდინებს, ვინაიდან ამ შემთხვევაში ჯიტას მიმართ სანდოობის ნაწილი უკვე დარღვეული იყო და ჯიტას გარკვეულწილად დაკარგული ქონდა თავისი ფუნქცია უკვე ბოლო პერიოდის განმავლობაში და ეს არ არის ახალი და ახლა მომხდარი ამბავი. ჩემი აზრით, რაც სექტორიდან მიღებულ ინფორმაციას ეყრდნობა პირველი შეცდომა, ასე ვთქვათ, ჯიტას საქმიანობაში იყო გარემოს არასწორად შეფასება, stakeholder-ების არასწორად შეფასება. მე შეგნებულად არ გადავდივარ დაფინანსების ნაწილზე, ვინაიდან ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს, საიდან ფინანსდებოდა ამ შემთხვევაში, თუ შედეგების თვალსაზრისით შევაფასებთ, რომ უფრო მნიშვნელოვანია ეხლა ჯიტას ჰქონდა პერიოდი იმისთვის, რომ სერიოზული და მნიშვნელოვანი ხელშესახები შედეგები ჰქონდა, დღევანდელი გადმოსახედიდან ჯიტა ვერ არწმუნებს გარემოს, რომ ეს შედეგები არის ხელშესახები, მაგრამ ჩვენ რა მივიღეთ აქედან, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ მივიღეთ არა სტარტაპები, რომლებიც შეერწყნენ საერთაშორისო კომპანიებს ან თვითონ გახდნენ გიგანტები და ასე შემდეგ. ჩვენ მივიღეთ ცოდნა და გამოცდილება და ადამიანები იმ პირველი სტარტაპერების სახით, რომლებიც თავიდანვე პირველივე ნაკადებში ჩაერთნენ და მათ უკვე დააგროვეს გარკვეული ექსპერტიზა და შეცდომა ამ ნაწილში არის ის, რომ ჯიტას აუცილებლად უნდა მოეხერხებინა ამ ადამიანების ჩართვა
თვითონ მართლობით პროცესში რაიმე ფორმით, ანუ ფორმა მოძებნადი იყო ამ შემთხვევაში. მე არ ვამბობ, რომ დაესაქმებინა უშუალოდ როგორც თანამშრომლები, იმიტომ რომ ამის შანსიც ნაკლები იყო, მაგრამ როგორმე ის იქნებოდა ბორდის სახით, ეს იქნებოდა მრჩეველთა საბჭო, სხვადასხვა ფორმით შეეძლო ამ ადამიანების ჩართულობა და ეს მომენტი, ასე ვთქვათ, ხელიდან გაუშვა და გადავიდა ჯიტა, ასე ვთქვათ, ჩინოვნიკური მართვის სტილზე, რომელსაც უკვე კომუნიკაცია გაუჭირდა ინოვატორ, ანუ ჩინოვნიკები ინოვაციას ვერ ქმნიან და ეს არის მან მთავარი საკითხი. ერთ-ერთი შეცდომა ეს იყო. მეორე იყო ის, რომ სტეიქჰოლდერებთან მიმართებაში ჯიტამ თავიდანვე გამორიცხა, რომ ინოვაციის პროცესში და სტარტაპების დაფინანსების პროცესში უკვე ბაზარზე არსებული კომპანიები, რომლებიც აკეთებდნენ ბიზნესს და საკმაოდ დიდ ბიზნესს, ახლოს მieყვანა ამ პროცესთან და მათთვის ეჩვენებინა ეს მთელი პროცესი და ფინანსების და მან უნდა ეწარმოებინა დაკვირვება და ჩემი აზრითაც ესე მოხდებოდა აუცილებლად, რომ ისინი ასე თუ ისე ბიზნესმენები არიან და მაინც ჩაერთვებოდნენ ინოვაციებში, ცდუნებას ვერ გაუძლებდნენ და ადგილობრივ ფინანსებზეც გაჩნდებოდა, ესე იგი, ხელმისაწვდომობა. ეს შეიძლება არ ყოფილიყო ძალიან დიდი, მაგრამ ეს იქნებოდა დიდი გამოცდილება, ისევე როგორც დიდი გამოცდილება დღეს იმ ადამიანების ყოლა საქართველოში, ვინც ესე იგი ჯიტას პირველი, ასე ვთქვათ, ნაკადებიდან მოდის და შემდეგი ნაკადებიდანაც, მაგრამ განსაკუთრებით პირველი ნაკადის გამოყენება უნდა კარგად გაეკეთებინათ და ეს მომენტი გაუშვეს. ჯიტა იყო ერთ-ერთი ყველაზე მაღალი რეპუტაციის მქონე სააგენტო ქვეყანაში. მადლობა თორნიკე სტუმრობისთვის. თორნიკე თოხაძე იყო ჩვენთან ერთად ინფორმაციული ტექნოლოგიების ასოციაციის თავმჯდომარე.